თურქეთის და საქართველოს ჯანდაცვის უწყებებს შორის შეთანხმება გაფორმდა. თურქეთის დელეგაცია საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები საქართველოში სოციალური დაცვის მექანიზმებს, რეფორმებს და ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებს ეცნობიან. შეთანხმების საგანი კი საქართველოსა და თურქეთში მოქალაქეების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფაა. შეხვედრის და სამუშაო პროცესის მიზანი არის გავაცნოთ თურქულ მხარეს ჩვენი რეფორმის შედეგები სოციალურ ნაწილში. ეს შეეხება როგორც სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას მოქალაქეებისას, ასევე მიზნობრივი სოციალური დახმარების კომპონენტის განვითარებას, ბავშვთა ზრუნვის რეფორმას და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გამოცდილება, რაც ჩვენ უკვე დაგვიგროვდა ამ პერიოდის განმავლობაში, გაუზიაროთ ჩვენ კოლეგებს. მე მინდა ჩემი კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ყოფნი და შევეხო რამოდენიმე ხნის წინ მომხდარ ყველაზე აქტუალურ თემას. ეს იყო მეკობრეებისგან ჩვენი მოქალაქეების გამოხსნა, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერი საქართველოს პრეზიდენტის და თურქეთის პრემიერ-მინისტრის ერთიანი ძალებით განხორციელდა. ეს შეიძლება იყოს კარგი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის. რაც შეეხება ამ შეხვედრას, ჩვენ მოვისმინეთ ქართული მხარის განხორციელებული რეფორმები, რამაც ჩვენი დიდი ინტერესი გამოიწვია. აგრეთვე ინტერესი გამოიწვია დევნილი და გაჭირვებული ადამიანების მიმართ განხორციელებულმა რეფორმებმა, რაც ქვეყნის გაძლიერებას და რეინტეგრაციას უწყობს ხელს.